Marcos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, გრძელდება მსოფლიო დღიურები, წარმოგიდგენთ პლატფორმაზე საქართველოს 3-0, ჩვენ მიმოვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატს, ჩვენს მთხრობელებთან ერთად, თონიკე შარაშინიძე და მამუკა მახათაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ გვაქვს პოდკასტები "ვრცელი ისტორია და ეკონომიკა" მოკლედ. დასრულებულია მე-16 ფინალები, გაერკვა შემდეგ ტურში გადასულთა ვინაობა. ჩვენ ამ ეპიზოდში მიმოვიხილავთ რა პერსპექტივები გააჩნიათ გუნდებს, გამომდინარე იქიდან თუ რაც გამოიკვეთა. ვფიქრობ, ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი მაის და დამაჯერებელი არის საფრანგეთის ნაკრები, რომელიც უპირობო ფავორიტია და ყველა მას უწინასწარმეტყველებს ფინალში გასვლას, მაგრამ მის ნახევარში ასევე ჩვენ ნახეთ სენსაცია. ძველი სამყაროს ნგრევა ჩვენ ნახეთ, როდესაც ჰოლანდია და გერმანია გამოეთიშა ასპარეზობას ძალიან ნაადრევად, ხო? თუმცა მოულოდნელი ალბათ არაფერია, იმიტომ რომ სუსტი გუნდი პრაქტიკულად არ დარჩა, ისეთი გუნდი, რომელიც ვერ აჩვენებს წინააღმდეგობას ბრძოლის უნარიანობას. როგორ უყურებ შენ? მე არ გამკვირვებია პრინციპში ის, რომ ჰოლანდია გამოეთიშა, მაროკოს ხდებოდნენ ახლა. მაროკოს ძლიერი გუნდია, ყველა მიცით. ჰოლანდიამ დაამყარა საოცარი რეკორდი, თუ ანტირეკორდი. 16 თამაშიანი წაუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატებს. ეხლა ეს რითია საოცარი. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ბრაზილიას 13 თამაშიანი წაუგებელი ჰქონდა. ოღონდ ამ პერიოდში ბრაზილიას 13 თამაშიანი წაუგებელი ჰქონდა. ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა 58-ში და 62 წელს და ეს უბედური ჰოლანდია გავარდა ყველა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებიდან. აი, სასწაულო უიღბლო გუნდია. თუმცა ეხლა მე ბოლომდე არ ჯერა ვიღლობის, ხო, ეხლა ხორშედა ვიღლო იყოს სულ 3 მსოფლიო ჩემპიონატი ფინალი წააგო და ასე შემდეგ. რაღაც აკლია ფაშკარად, რაღაც სისტემური პრობლემა აქვს უბრალოდ ჰოლანდიას. მე ვიტყოდი და რაც შეეხება გერმანიას, ნუ აქ გასაგებია ყველაფერი. ამ გუნდში არის ერთადერთი მაღალი კლასის მოთამაშეც არის კიმიხი, ის თამაშობს დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ნოიერი გადაბერებულია. 2 წლის წინ ჩვენ ნახეთ შვენიერ გერმანია, მაგრამ მაშინ ყავდა მე ვიტყოდი ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნახევარმცველი ყველა დროის ტონი კროსი, რომელიც აწყობილი იყო მთელი გუნდი. და ტონი კროსი ამოვარდა ეს გუნდიც მოიშალა ნოიერის დაბერდამასობაში და ასე შემდეგ. ახლა შენ თქვი ინდუს ძალიან საინტერესო ნაკრებები კლუბებს ემსგავსებიან, ხო? ნაკრებები კლუბებს ემსგავსებიან. ხო, განას მაგალითი ესპანეთი ძმები თამაშობენ, ერთი ძმა განაში მეგობრ ესპანეთში, საფრანგეთი კოდეუი არის ძმები თამაშობენ, ხო და აი ამ ხრივ მეგონი საფრანგეთმა სწორედ ამაში აჯობა ყველას. და ყველაზე საინტერესო მაგალითი არის ოლისე. ოლისი დაბადებული ლონდონში, რომელიც ინგლისურად უკეთ საუბრობს ვიდრე ფრანგულად. წაიყვანეს ფრანგებმა, ააწაფნეს ინგლისელებს. ანუ ინგლისმა ვერ იხეირა ამით, ისეთი კარგი კლუბური ნაკრები ვერ შექმნა, როგორც საფრანგეთმა. როგორც თავის დროზე ინგლისელებმა ააწაფნეს ნაპოლეონს ორთქმავალი ეს მატორი. ეხლა ალბათ ეს მცირე უკან დაბრუნებაა, ხო, მცირე რევანში. მაგრამ თავარი რა არის, რომ ძალიან თანდათანობით იკვეთება, იმიტომ ჩვენი ეს პოდკასტი არ არის კლასიკური სპორტული ანალიზი, ხო, მხოლოდ არამედ ეს არის რაღაცნაირი ცივილიზაციური პარალელი. და ძალიან კარგად გამოხატავს ეს სოფლიო ჩემპიონატი იმ მდგომარეობას, იმ ცვლილებას, რაც საერთოდ სოფლიოში მიმდინარეობს, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ ფეხბურთი ხდება უფრო და უფრო აფრო-ამერიკული. გულისხმობ იმას, რომ ამერიკაც ძალიან მონაწილეობს ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ცივილიზაციური კუთხით ამერიკა წარმოადგენს სწორედ ესეთ ნაზავს, ხო, ემიგრანტების ქვეყანას. ჩვენ ახლა ამ ემიგრაციის მოზღვავებას და მათი სხვადასხვა ბრენდის ქვეშ წარმოჩენას ვხედავთ სწორედ ფეხბურთში. ამასთან ერთვის ის ფაქტორი, რომ მართლა ამერიკაშია თამაში, რომელიც არის სწორედ აი ამ ემიგრაციის და აი ნაზავის აკვანი. და ემატება თან ბევრი ტექნიკური ფაქტორი. რატომ უადვილდებათ აფრიკულ გუნდებს და ჩვენ ვხედავთ მათ პროგრესს აი ამ პირობებში თამაში? ნუ ჩემი აზრით პირველი მარტივია შედარებით, ეს არის ვთქვათ კლიმატური პირობები და ადაპტაციას ადვილად ახდენენ ახლანდელ სიცხესთან, როდესაც ვთქვათ ამერიკაში არაკონდიცირებულ გარემოში უწევთ და განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე. ძალიან გაუმჯობესდა ფიზიკური მომზადების გარდა თვითონ ტაქტიკური მომზადებაც ამ გუნდების და მაღალ დონეზე ავიდნენ. ჩვენ თამაშების დროსაც ვხედავთ ძალიან გაჯეტებით აღჭურვილ
სამწუხაროდ შემადგენლობას, ხო? შეიძლება რაღაც ინფორმაცია ონლაინ რეჟიმშიც მოდის და კიდევ ვინ რა გუნდი ვის რას იყენებს, კაცმა არ იცის, უკვე ჩვენ მართლა ეს სინთეზი აი ამ ძალიან დიდი მონაცემთა ბაზის ონლაინ რეჟიმში დაკვირვების და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღების ეს აშკარად ჩანს და გამოიკვეთა და ალბათ ეს უფრო პროგრესირდება. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ათლეტური და ამტანი ფეხბურთელები და გან დაკომპლექტებული გუნდი აღწევს ამ პროგრესს, ერთ-ერთი ესეც არის. ჩვენ გარდა იმისა, რომ ნახეთ, ვინც ვერ გავიდა და ვილაპარაკეთ, ჩვენ ნახეთ, ვინც გავიდა და მათგან ზოგიერთ ძალიან გაუჭირდა. ძალიან გაუჭირდა ბრაზილიას, ძალიან გაუჭირდა იგივე ინგლისის ნაკრებს პროგრესირება და დაძლევა თავიანთი ოპონენტების კი და ყველა შეეცოდა. ხორვატია პრაქტიკულად აღარ დარჩა გუნდი, რომელიც არ უწევს ისე წინააღმდეგობას, რომ რაღაცნაირად თანაგზნობა არ გამოიწვიოს. რეალურად სუსტი გუნდი პრინციპში მე-16 ფინალში არ იყო. ხო, ერთადერთია, თქვათ, განსხვავება კლასში იგრძნობოდა შვედეთის და საფრანგეთის თამაში და ანგარიშიც საჩვენებს ამას, მაგრამ მან საკმარისად დიდი როლი ითამაშა მიდგომავად შვედების, რომელმაც თამაში გახსნეს შედარებით ფრანგებთან და უფრო ამიტომ წააგეს. აი გარდა საფრანგეთისა, შემდეგ ტურში რა შეიძლება მოხდეს, ვის რა შანსი აქვს? ესე გამოკვეთილი თითქოს აღარ არის. მე ხან საფრანგეთის მხარეს ვარ, ბუნებრივია, მინდა რომ ესპანეთი დაეღალოს თავარი კონკურენტი საფრანგეთის, მით უმეტეს იქით ამ მხარეს თამაშობს, ხო? მაგრამ არ მგონია პორტუგალია რამე წინააღმდეგობა გაუწიოს ესპანეთს, ყველაფრის მიუხედავად, ისტორიული ფიშპულის მიუხედავად, იმიტომ რომ ხო ნახეთ ახლა საცოდავ დღეშია მაინც პორტუგალია. ძლიერს მოუგო ხორვატიას მინიმუმ 1 გოლი, მე მგონი, უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, მინიმუმ მეორე გოლი ალბათ. მესამეზე საეჭვო იყო, კი. მესამეს კითხვები მაგ აი თქვენს რა ტექნოლოგია იმუშავა და შეეხო, თუმცა გაუკვეველია, მაგრამ დავანებოთ თავი. საინტერესოა რომ მატჩის მოთამაშის პრიზი მისცეს კრისტიანო რონალდოს, რომელიც ორჯერ შეეხო ბურთს საერთოდ საჯარიმოში. ერთხელ შეეხო, როცა გაიტანა გუნდ არ ჩაუთვალეს, თუმცა სხვა შორის იქაც საეჭვო თამაშგარე იყო, არ ჩაუთვალეს მას ვაღიაროთ. მეორჯერ შეეხო, როცა პენალტი გაიტანა. და როგორც ჩანს, ამ ბავშვს მისცეს დამშვიდობელი პრიზი და როგორც კი პენალტი გაიტანა, როგორც იქნა ამ თრილმა მარტინესმა დააყენა საშველი გამოცვალა რონალდო. და რო შემოვიდა რამოსი, რომელიც პარის სენ-ჟერმენში თამაშობს, ოღონდ ვერ ხვდება ძირითადად. მან შეაგდო გამარჯვების გოლი მერე. შენ ჩამოყალიბდი მთავარ ანტიპორტუგალისტად, აი შენი მუდმივი სკეპსისი და ჩვენი არა, მე ერთ პერიოდში გამომწერები, როგორ უკვე თანათანობით ხვდებიან და ჩვენ ვხედავთ სხვათა შორის როცა კომენტარებს ვკითხულობთ, ძალიან დიდ აუდიტორიას, აი თავგადაკული რონალდოისტების და აი ადამიანების სხვათა შორის ძალიან ისეთი მორწმუნე ადამიანების, რომლებიც ცდილიან, რომ ეს არა მარტო იმსახურებს, არამედ ამ პორტუგალიას შეუძლია, რომ გახდეს სოფლიო ჩემპიონი. საპარია. გამოვრიცხავ. აი შეიძლება დადება ფულის მაღაზია პორტუგალია ვერ გახდება. ალბათ ახარსავს რაღაც ახალი კრიპტო ბაზრები, სადაც ყველანაირი კი არა, პოლიმარკეტზე ნებისმიერ ფსონის დადება შეიძლება, ხო? ეხლა ნახე რომ დონალდ ტრამპი აკეთებს, მე მგონი ყველაზე დიდ ფულს ისეთ რაღაცებზე რა. ხო, მაგრამ თანდათანობით რაღაცები რომ მართლდება, მე მგონი ნელ-ნელა იწყება ეს სპეკულაციაც, რა, იმიტომ რომ ეხლა იყო რომ ვიღაცამ დადო მგონი 400,000 იმაზე, რომ წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება პრეზიდენტი პრემში და აი ეს ძალიან სერიოზულად იწყობს. ჩვენ ხედავთ, როცა აი რაღაც გარკვეულ ფონზე ესეთი მინიშნებები, ესეთი პროგნოზები შემდეგ ახდენს უკვე რეალობის ფორმაციას. 94 წუთზე ბელგიის გასვლაზე 145 იყო კოეფიციენტი სენეგალთან თამაშის დროს. ანუ 10,000 რო დაედო ვიღაცას 1.5 მილიონს მოიგებდა პრაქტიკულად. გამოიკვეთა კიდე ერთი ესეთი აუდიტორია, რაღაც აი პატარა გუნდების სხვა კუთხით მხარდამჭერების, რომ აი ეს პატარა გუნდი რამდენი მოახერხა სადამდე წავიდა და შემდეგ აი როგორი დასანანია და მე წავაწყდი საერთოდ გულშემატკივრებს, რომლებიც იძახიან, რომ მე მთელი ცხოვრება მაგალითად ამა თუ იმ გუნდს უჭერ მხარს, მაგრამ აი თქვათ არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აი არგენტინას ხო ისედაც მოგებული აქვს ყველაფერი და აი კაპო-ვერდე შეგვეცოდა ეს ხო წარმატების მაგალითია, რომელიც აქამდე მივიდა. ანუ ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ მათ შეიძლება იცხოვრონ ცხოვრებაში ესეთ სოფლიოში, სადაც ერთის მხრივ ამბობ, რომ რაღაცას მხარს უჭერ,
მაგრამ მეორე მხრივ მზად ხარ რომ მოხდეს იმგვარი მარცხი, რომლითაც შენ ივლი მთელი ცხოვრება. შემდეგ აი ეს დამღა, როგორც ბრაზილიას აქ რამდენიმე დამღა ხო ცხოვრებაში ან სხვაებს, რომ ვერ მოხდეს სოფლიო ჩემპიონატი. დიდ გუნდებს რომლითაც მოელი რაღაცას. აი ეს ფეხბურთელების დონის ზრდა, ნაკრებების დონის ზრდას ხომ არ განაპირობებს ის, რომ მაინც ევროპული ჩემპიონატები ძირითადად აგენერირებენ აი ესეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს. კი, რა თქმა უნდა, და აი ეს კლუბური ნაკრებები, ანუ ეს მაგალითები, რომ ძმები თამაშობენ საფრანგეთში, კოდივუარში, ესპანეთში, განაში, მაგის მაგალითია ზუსტად. ხო, მაგრამ ესენი ყველანი მოდიან მაღალი დონის ჩემპიონატებიდან. კი, მაღალი დონის ჩემპიონატებიდან. კლუბებმა უკვე ზემოქმედება მოახდინეს. აი ხარო, მე დამაინტერესა ნახია სუსტი გუნდების შემადგენლობა, რა კლუბებში თამაშობდნენ. უმეტესობა ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ნუ ეხლა ტოპ ლიგებში არა, მაგრამ ბელგიაში რო თამაშობ, თუნდაც ან პორტუგალიაში, უკვე რაღაცა დონე არის, ხო ესეა. ხო და ეს გახდა უფრო და უფრო ჩვეულებრივი ამბავი. მე მახსოვს 94-ში როცა მოახდინა სენსაცია ბულგარეთმა, სულ 4 გონი ლეგიონერი ყავდათ. 4 კარგ კლუბში მართალია, მაგრამ იმის იქით განსაკუთრებული არაფერი. ეხლა პრაქტიკულად ყველა ლეგიონერებზეა აწყობილი. მათ შორის არაევროპული გუნდების, ნაკრებების. უმრავლესობა ლეგიონერებზეა. ჩემი აზრით სწორედ აქ შემოდის აი ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ მწვრთნელთა ჯგუფს ეხმარება გადაწყვიტოს, რომ კარგად შეარჩიოს ეს ნაკრებები. და ბოლოს მაინც ალბათ მთელი ამ ჩემპიონატის კიდევ ახალი აღმოჩენა არის 29 წლის ლეო მესი, რომელსაც უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც არც გოლი ვერ გაუტანია. ყველა მოელოდა ცხადია ბოლო ცეკვას ლეო მესისგან, მაგრამ ალბათ არავინ მოელოდა რომ ის გახდებოდა არა მარტო ამდენ გოლს გაიტანდა, საერთოდ აგერ მორჩა მე-16 ფინალი და ის კვლავინდებოდა პირველ ადგილზეა გატანილი გოლებით, რაც პრაქტიკულად უტოლდება არგენტინის მე მგონი მთლიანად გატანილ გოლებს, ხო? თითქმის იგივეა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი წარმავალი ფეხბურთის ბოლო ნაკრები, ხო? თავისი აი ამ შემადგენლობით, არგენტინელებით, ლეო მესით, რომელსაც უკვე კანისფერითაც. ხო, ყველაფრით, ანუ ეს არის ალბათ ბოლო ჟამი, ის ფეხბურთი რა ჩვენ გვახსოვს, მე მგონი არგენტინის ნაკრებით აი ეს ფეხბურთი იხურება და ჩვენ ვნახავთ შემდეგ სულ. მე აქ ერთ რამეს ვიტყოდი, არგენტინას ყველა თაობაში ყავდა გენიოსი. და დი სტეფანოს არ უთამაშია ნაკრები რაღაც ნაკრებში უცნაური სისტემის მიდგომის გამო. მე მარადონას გარშემო ნაკრები და ნუ მესის გარშემო ნაკრები. 78 წლის ნაკრები მართალითაც მე არასოდეს არ მიიღია ბანდაბანი სერიოზულად. არის იყო ის მე მგონი ისეთი ნაკრები, რომ დარჩენილი იყო ისტორიაში. თუმცა კემპესი ძალიან გამორჩეული. ხო, ძალიან ენიგმატური ფიგურა, რომელიც ხო, ერთ სეზონის, ხო და მაგრამ ხო და მესის მერე ჩანს ეგეთი გენიოსი. თუმცა ეგეთი მომენტიც არის, ხა საფრანგეთი სულ აწყობილი იყო გამთამაშებლის გარშემო. და 2016 წელს მოიგო ბოდიში 18 წელს მოიგო გამთამაშებლის გარეშე. ანუ 10 ნომრის გარშემო იყო პლატინი, ზიდანი, ყველას მინაშტა რომ ფრანგებს სხვანაირად თამაში არ შეუძლიათ. 18 წელს ვინ იყო გამთამაშებელი, არ ყავდათ რეალურად 10 ნომერი კლასიკური. ასე რომ ყველაფერი იცვლება და შეიძლება მოვესწროთ ჩვენ კი არა, მალე იყოს ისეთი არგენტინა, რომელიც მესის ან მარადონასთან გენიოსის გარეშე არ არის შექმნილი და რავით, ერთ-ერთი კარგი ფეხბურთელი. თუმცა ამას გენიოსად ჭირდება ბევრი ფაქტორი. ჩემი აზრით იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ აი ამ პირობებში ესეთი გუნდის წინააღმდეგ და მესიმ გააკეთა კიდევაც კომენტარი თამაშის შემდეგ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად უყურებდით აი ამ მოცემულობას და დაბალი ტემპი იყო სპეციალურად, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი სიურპრიზი მოხდარიყო და სწორედ რომ სიურპრიზები მოხდა, ეს დავინახეთ კიდევაც და ეს ჩვენ მზად ვიყავით, რომ იქნებოდა ძალიან მძიმე. ეს პრაქტიკულად გაუტოლდა იმ თითო რყევა ყველა ჩემპიონატზეა, როცა საუდის არაბეთმა მოუგო პირველი თამაში წინა ჩემპიონატზე, სადაც ჩემპიონები გახდნენ. ეს პრაქტიკულად რაღაც მსგავსი განსაცდელი იყო და გოლიც, ის მეორე გოლი კაპოვერდემ პრაქტიკულად იგივე გაიტანა, როგორც მაშინ საუდებმა. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება შემდეგ როგორი იქნება პროგრესი და რა რესურსი გააჩნია გუნდს, მაგრამ წვრთნელის ეს გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ათანაბრებდნენ, მაინც ეს არ გაეხსნათ თამაში, არ ჩავარდნილიყვნენ პანიკაში და ძალიან მძიმე თამაში იყო. რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შემდეგ ტურს, ჩვენ დაველოდებით შემდეგ ტურებს და რამდენიმე დღეში კვლავინდებურად დაგიბრუნდებით ჩვენი მიმოხილვით.